12 ადამიანი კვლავ შიმშილობს მარტვილის გამგეობის შენობაში. აქციის მონაწილეები გამგებლის და საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვენ. მარტვილის მუნიციპალიტეტის შენობა მეოთხე დღეა ბლოკირებულია. ნაციონალური მოძრაობის წევრებმა პოლიციას და რეაგირებისკენ მოუწოდებს. მოშიმშილეები კი პროკურატურისგან გამგებლის მამუკა დანელიას და საკრებულოს თავმჯდომარის ზალ გოროზიას საქმიანობის შესწავლას თხოვენ. 12-დან ერთ-ერთ მოშიმშილეს, რომელიც შაქრიანი დიაბეტით არის დაავადებული, ექიმებმა აქციის შეწყვეტისკენ მოუწოდეს. გავაგრძელებთ, სანამ არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნა. თქვენ ბრძანით 2 დღეა შიმშილობთ, ხო? 9 წელიწადია ქართული ერი შიმშილობს. ექიმების რეკომენდაცია გასაგებია, მაგრამ მე ვარ მარტვილელი და მე ვარ პირველ რიგში საქართველოს მოქალაქე, რომელსაც საქართველოსთვის ბედნიერება უნდა, მარტვილისთვის ბედნიერება უნდა. მე არ ვაპირებ შიმშილობის შეწყვეტას, მე არ ვაპირებ ამ ბიჭების მიტოვებას, აქ რომ მოგვდე მაინც აქ ვიქნები, სანამ გამგებელი მამუკა დანელია და ისა რა ქვია ზვიაისა საალ გოროზი არ გადადგებიან თანამდებობიდან. მაგალ მითხრა რომ ძალიან მძიმე ფორმებში აქვს დიაბეტი, მაგის შიმშილობა არ შეიძლება ჩავარდეს კომაში.